ფრანგული შუს რეცეპტი ხათუნა ნოზაცისგან. ეს რეცეპტი გაგაგიშებთ ან რა კრემია, ან როგორია. ეს არის სასწაული. ერთი პორციისგან გამოგივათ 12 უზარმაზარი შუ. ყველა ხრიქს გასწავლით. როგორ უნდა გამოგივიდეთ ასეთი უგემრიელესი, ნამდვილი ფრანგული რეცეპტით, პროპორციებით ხათოსგან შუ. ნახეთ, სადაც გინდა წაიღეთ, ვერავინ ვერ დაგიწონებთ. მიყვარხართ. ჩემო საყვარელო გამომწერებო, დღეს უნდა მოვამზადო შუ, ნამდვილი ფრანგული რეცეპტით. შუ არის ფრანგული, რომელიც გაგაგიჟებთ და ბავშვობაში გამოგზაურებთ. ჯერ მოვადუღოთ, რა თქმა უნდა, კრემი, ამისთვის დაგვჭირდება 600 გრამი რძე, შაქარი და ფქვილი ერთმანეთში აურევ ახლა, 4 კვერცხის გული და მარილი მწიგვი. შევაერთებ ყველა ინგრედიენტს, მოვადუღებ და 200 გრამ ნატურალურ კარაქს მე თავიდანვე ჩავხარშავ და გავაგრილებ. მერე გადავაკრავ ცელოფანის პარკს და ავთქვიფო. შევაერთებ ყველა ინგრედიენტი, ახლა უნდა მოვადუღო ფაფა, გადავუმატებ 200 გრამ კარაქს, გადავაკრავ ცელოფანს და გავაცივებ მაცივარს და დავიწყებ შუს მომზადებას. უყურებს ჩვენი ფაფა უკვე მზად არის, დავუწევ ბოლომდე და აქვე ჩავახარშავ თლიან 200 მგ კარაქს. გადავაკრავ ცელოფანს და გავაცივებ. გადავაკარი მოკლედ, ნახეთ როგორი ჰაეროვანი კრემი მივიღეთ. ამას გადავაკრავ ახლა ცელოფანს და დავიწყებ შუს ცომის მომზადებას. გადავაკარი ცელოფანი, გაცივდება, გადავიტან მაცივარში, დავიწყებ შუს მომზადებას. მიუკეცივდება, ახლა ვიწყებთ ფრანგული კლასიკური შუს მომზადებას. აქ არის 200 მგ წყალი და 100 გრამი კარაქი. ეს რო დაიწყებს, რო გადნება და დაიწყებს თუხთუხს, დავუმატებ 160 გრამ ქვილს. ზუსტ რეცეპტს რა თქმა უნდა დაგიწერთ და იქიდან აიღებ. მთლიანად რო გადნება, დავუმატებ 160 გრამ ქვილს და ძალიან კარგად 5-6 წუთი დაგჭირდება, უნდა მოუშუშოთ, რომ გასქელდეს და მერე კვერცხი უნდა შევაზიოთ. დავუმატებ მწიგ მარილს და 1 ჩაის კოვს შაქარს. სხვა არაფერი არ უნდა. დაიწყო ახლა მოდილი. 160 გრამი გაცრილი ფქვილი და დავიწყებ ცომის მოშუშვას. მორჩა. 6 წუთი უნდა შუშოთ, გაჩვენებთ საბოლოო მასა როგორი იქნება. აიღეთ სქელძირიანი ჯამი, აი ზუსტად ისეთი კუკმარას ხომის ქვაბი ავიღეთ და ეხლა გაჩვენებთ როგორი გამოვა საბოლოოდ. ესეთ აფქს რო გაიკეთებს ქვაბი, უკვე მზად არის და აი შესქელდება უკვე მასას. კარგად ეს უნდა გადმოდგა, გავაცილო და შევაზელ 4 ცალ კვერცხს. ამას მეტი აღარაფერი აღარ უნდა. შეგრილდა და მიქსერის საშუალებით უნდა შევათქვიფოთ თითო კვერცხი. მასა გამოვიდა ძალიან სქელი და გლუვი. ეხლა გამოვაცხობ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში და გაჩვენებთ როგორი შუები გამოგვივა. ეს მეშუები დავაწყეთ ჩვენი შუები და გამოვაცხობ და გაჩვენებთ როგორი გამოვა. ვისაც ნამდვილი ფრანგული შუს რეცეპტი გინდათ ხათოსგან ზუსტი რეცეპტი, აუცილებლად დაგიწერთ. ნახეთ, ყველა ხრიქს გასწავლით. ყველა ხრიქს გასწავლით, როგორ უნდა გამოგვიდეთ აი ესეთი ბუთქუჩა შუები და გამოგზაურებთ ბავშვობაში. მთლიან რეცეპტსაც დავდებ, ეხლა მორთულსაც გაჩვენებთ. შეხედეთ რა არის. ოღონდ ერთ-ერთი ფრანგული შუს რეცეპტია. მიყვარხართ.